გააკეთოს, როგორ უნდა იმოქმედოს. შესვლის დროს ის კუთხე რომელია, ის მიმართულება იმისი რომელია. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბებული პირადი შემადგენლობა, ჩამოყალიბებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უკვე ამას ასრულებენ, არანაირი პრობლემა არ აქვთ იმის, რომ რომელიმე სამხედრო მოსამსახურის მიმართულება ან რომელიმე საქმის დაარღვიოს, ან რომელიმე საქმეში შეეცვლოს. ესეთი რამე გამორიცხულია. რა თქმა უნდა, ხა გარკვეულწილად უნდა ყავდეს პირადი შემადგენლობა მომზადებული ღამის ბრძოლებისთვის, ის შესაბამისი კოორდინაცია, ურთიერთშეთანხმებული მოქმედება, თავისი კავშირგაბმულობის საშუალებებით და აუცილებელი აგრეთვე ქონდეს ღამის ხედვის საშუალებები. ხმაურთან დაკავშირებით ვიტყვი ესეთ რაღაცას, როცა ქვედანაყოფი გადაადგილდება, ჩვენ ერთ-ერთი მომზადების სტილია ის, რომ პირადი შემადგენლობა უნდა გადაადგილდებოდეს, ანუ ჩვენი ჯარი უნდა გადაადგილებოდეს ძალიან უხმოდ, მანამდე სანამ ოპერაციის რაიონს მიუახლოვდება, როგორც უხმოდ, ასევე ფარულად უნდა გადაადგილდებოდეს და რაღაც გარკვეულ დონეზე სანამ მოწინააღმდეგესთან კონტაქტში შევალთ ჩვენ, მანამდე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პირადი შემადგენლობა არის სრულიად ჩუმად და ემზადება იერისზე გადასვლისთვის. შემოწმე ეკიპაჟებთან კავშირი შეტევაზე გადასვლის ხუთეზე წინ. როცა პირადი შემადგენლობა იერისზე გადადის, ამ დროისთვის წარმოიდგინეთ ცეცხლის გახსნას თვითონ რა ეფექტი აქვს, თქვათ ბატალიონის მასშტაბით, თუ ეს ბრიგადის მასშტაბით იქნება და თავისი კიჟინით ბრძოლის, თავისი ყვირილით, თავისი რადიოსადგურების ამუშავებით, თავისი ძახილებით, თავისი შეძახილებით. რა თქმა უნდა, მას ძალიან დიდი ეფექტი აქვს და მოწინააღმდეგეზე შესაბამისად, მით უმეტეს დილით გამთნის ხანს, თუ ქვედანაყოფი რაღაცა ობიექტს ანუ მოწინააღმდეგეს უტევს, ეს ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს, ამას თავისი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს მოწინააღმდეგეზე. ჯარისკაცთა შემადგენლობას აი მის ფსიქოლოგიაზე და საკმაოდ მოქმედებს მეცადინეობები ღამის პირობებში, როცა ეს ტარდება საბრძოლო სროლების თან ახლოს. აი თუ მეცადინეობის საბრძოლო სროლები ახლოს, უკვე ჯარისკაცის ფსიქოლოგიაზე ეს მოქმედებს. და გარდა იმისა, რომ ჯარისკაცი უნდა ფლობდეს თავის შეიარაღებას, მან კარგად უნდა იცოდეს ტაქტიკური მოქმედების ელემენტები. საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა იმას, თუ რამდენად არის ჯარისკაცი
ფსიქოლოგიურად მზად იმისთვის, რომ ღამის პირობებში ჩაატაროს საბრძოლო სროლები. ძალიან ძნელია ღამე როცა შენგან, ანუ ჯარისკაცი თვითონ მეთაურისგან მოშორებულია რამოდენიმე 10 მეტრით, შეიძლება 100 მეტრით იყოს მოშორებული ჯარისკაცი და ის ჯარისკაცი შენ უნდა მართო. ის ჯარისკაცი რომ შენ მართო, ამისათვის მე აღვნიშნე წეგამდე საუბარში, შენ თვითონ უნდა იყო მომზადებული იმისთვის, შენ უნდა ღამით შეგეძლოს, ანუ ღამე შენ უნდა გქონდეს თვალები, რომელი თვალებითაც შენ შენს მოწინააღმდეგეს დაინახავ, მოწინააღმდეგე შენ რეალურად შეაფასებ და შესაბამისად ამის მერე გასცემ ბრძანებას და ჩვენ ჯარისკაცი ესე ვთქვათ იმოქმედებს უკვე მიზანმიმართულად. ეს ამაზე ფეთლი